მოგესალმებით ყველას, ჩვენ ვაგზავნებთ ჩვენს საუბრებს, მამამთავრებზე, პირველ მამამთავრებზე. დღეს ძალიან საინტერესო მამამთავარზე გვექნება საუბარი პიროვნებაზე, იოსებზე. იოსები არის ფაქტობრივად მესიის წინასახე. ბევრი რამ რაც იოსების ცხოვრებაში მოხდა, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პარალელები მაცხოვართან. უამრავი, მამის რჩეული ტანსაცმელი, მაგა ჭრელი ტანსაცმელი ეცვა, ეს რას ნიშნავს ჭრელი წუთისოფელია, საერთოდ ტარიელს რო აცვია, ინდურ დაებებსაც, შივასაც, გაწინწყული ტანსაცმელი ეს აცვია რაღაც ესე. ანუ ეს არის ჭრელი წუთისოფელი, გვაქვს უთვალავი ფერით, ხომ? ეს მოსხმულია გარეთ და ანუ შიგნით თვითონ იოსებია, რომ ეს ის არ გამოყოფს თავს ამ წუთისოფლიდან, ის მოდის აქ, რომ ეს წყობა შეცვალოს, ანუ გარდაქმნას ეს წუთისოფელი და მიუახლოვოს ის სამოთხეს. აი ეს ღვაწლი აქვს იოსებს, ანუ იოსებს გვერდი ეპიტეტი იოსებ შვენიერი, ესეთი. ებრაულად ცადიკ ეს ცოტა ისე სიტყვა მართალიც არის, შვენიერიც. და ეს მიემართება იოსების ისეთ უნარებს, რომ გარდაქმნა სამყარო იაკობზე რო ქონდა ჩვენ. თუ კარვის კაცი და ეს მონათი კაინი და აბელი, ანუ ეს მატერიალური სამყარო და სულიერი, რომელიც უპირისპირდება თითქოს ერთმანეთს, ორი რაღაცა, თითქოს პარალელური რაღაცა არის, ხაზი ადამიანში ერთი მხრივ იქმნება რელიგიები, ფილოსოფიური აზრები, მისტიკა, ეზოტერია, უამრავი სულიერი, რაც ქვია. მეორე მხრივ მიწა, ეკონომიკა, მატერია, მეცნიერება და ყველაფერი თითქოს ეს ორი პარალელური ხაზი ამდენშეს ერთი ადამიანის ორი მდგომარეობა, როდესაც ორი ვაიტის და ბოლოს გამთლიანდება. აი იოსების ღვაწლი არის, მისი ბუნება არის, აი სადაც არის ყველგან პირველი იყოს, ყველგან შეცვალოს გარემო და ამიტომ ის ეგვიპტის მმართველი ხდება. წარმოიდგინეთ, აი ეს ეგვიპტეში ჩაყავს ხალხიც, ებრაელები და მერე იქიდან გამოდიან. ამაზე ჩვენ გზადაგზა ვილაპარაკებთ, შემდეგ კიდევ ახლა რაც შეეხება უშუალოდ ისტორიას, ანუ ასეთი თავი იწყება ასე 29 თავი, რომ იოსები, იაკობიო ამ ყველაფერ მოვლენების შემდეგ ცხოვრობდა იაკობი მამამისის ხიზნობის ქვეყანაში, ქანაანში. ეს არის იაკობის მოდგმის ამბავი და მერე მოყვება უცბად იყო იოსები 17 წლისა, როცა ფარას მწყემსავდა თავის ძმებთან ერთად. და ასე შემდეგ. ანუ უშუალოდ იოსებზეა ლაპარაკი და რატო იყო ეს გამორჩეული? ეს იყო იოსების საყვარელი მეუღლის რაქელის პირველი შვილი, მეორე იყო ბენიამინი. ამიტომ მამა მასში ხედავდა სწორედ ამ ისეთ თვისებას, იოსების თვისებას, რომელიც თვითონ იაკობს მოწონდა და უნდოდა. ხო გასულ იაკობს ესაობა უნდოდა, ანუ მატერიაზე ზემოქმედება. და იაკობი იოსებში, ჩვენ ხო ვთქვით, რომ ძეები ეს ფიზიკურად არის, მაგრამ ზე გარედან ჩანს თითქოს სინამდვილეში ეს ერთი ადამიანის მდგომარეობებია, ანუ იოსები იაკობის გაგზელება, ანუ აგზელებს იმას, რაც იაკობს უნდოდა. და ეს არის სამყაროს გარდაქმნა, სამყაროში ერთი ღმერთი წმენის გავრცელება, რისთვისაც იყო აბრაამის მოდგმა ნაკურთხი, ამიტომ აკურთხა ის. სწორედ რომ ის ერთი ღმერთის წმენა გავრცელება იყო სამყაროში. ახლა ეს ერთი ღმერთის წმენა ჩვენ არასწორად ვესმის ხანდახან, ახლა ვინ არის ის, რომ ერთია ღმერთი, თითქოს ერთი ღმერთია ცარში და ასე შემდეგ. არამედ პირიქით, აი ხაზგასმული რატოა ერთია ღმერთი, აი ებრაელებს როათ ეს ფორმულა ისმინი ისრაელი, უფალი ღმერთი ჩვენი, ერთი ღმერთია. შმა ისრაილ ადონაი ელოჰეინუ ადონაი ეხად ეს ფორმულა. იმიტომ რომ ჩვენ ეს გვიჭირთ, ჩვენთვის უფრო ადვილია რომ ღმერთი ვაღიაროთ ერთია ღმერთი ცარში, ნუ იქ თავისთვის უმაღლესი გონი და პიროვნება თუნდაც ღმერთი, რომელიც რაღაცას ყველას თავისას მიგვიზღავს შემდეგ და ასე შემდეგ. და ერთია ღმერთი ნიშნავს რომ მე ვარ ცარში ღმერთი და მიწაზე ღმერთი, ანუ ღმერთის სურვილი ეს არის რომ მაის სამოთხე რო შექმნა რომ დედამიწა იყოს ფერსალაგი ღმერთის სახლი აქ ქონდეს. ანუ
მისი სიყვარულით, მისი ცნობიერებით, როგორც მამის მიერ აი ეს შვილები, მისი შვილები იყვნენ, ჩვენ და არა უბრალოდ ქმნილება, შვილობა. და თვითონ უნდა როგორც მამა, ხო? და მამა შეიძლება იყოს მიუწვდომელში. ის ღმერთი, რომელიც ჩვენი საშიში იყო ძველათქმაში და რაღაც ტაძრის და მსხვერპლის მეშვეობით მიახლებოდა ადამიანი, ქრისტეში გახდა უკვე მამობრივი სიყვარული გვაჩვენა ქრისტემ იმ უხილავი ღმერთის, რომ ის მამაა. და რას იშევს მამა უნდა განიცადო, მამა უნდა გიყვარდეს, როგორ მიყვარდეს ქრისტეში. ქრისტეს ეკითხებია, მამა გვაჩვენა და საკმარისია. ქრისტე უბრება, რომ ვინც მე მიხილა, მამა იხილა. ანუ არავის რო არ ენახა ღმერთი და მასზე მხოლოდ შორიდან შეიძლებოდა ძეში ცხადდება ერთ-ერთზე. ანუ ვინც ნუ კითხულობ, ესე იგი რა გამოდის, რომ ქრისტეს შემდეგ უკვე ცაში ყურება თუნდაც ფიზიკურ ტაძარში, სადაც ხერხი ეწერებოდა და ღმერთარები იყო, გაუქმდა უკვე. და ვინც ქრისტე იხილა, ისიც ქრისტე ხდება, მსგავსი ხდება, იმიტომ რომ შენ რო დაინახო სიდიადე და შეაფასო, შენც დიადი სულის ადამიანი უნდა იყოს, ასე არ არის? გემოვნება თუ არა, როგორ დაინახ, ყველა ადამიანი ხედავს იმას, რითაც ის სავსეა, სხვას ვერ დაინახა. ამიტომ იოსები წინასახეა სწორედ ამ მაცხოვრის მესიის, რომელიც ამზადებს ნიადაგს ჩვენ გულებში ასუფთავებს, ეს ეგვიპტეს არის, ეგვიპტეს სახელი ნიშნავს მიცრაიმ, ებრაულად ნიშნავს სივიწროვე, ჭირი. ამიტომ იქ ეშვება ადამიანი, იოსებზე წერია, ის დაეშვა ეგვიპტეში, ანუ დაბლა ჩადის. მაგრამ იქიდან უნდა ამოვიდეს. ანუ ეს არის ჩვენი გულები, რომელშიც ქრისტე მეფდება, აი აწყობს ამას, პირველ სიყვარულს, მადლს გვაძლევს, მადლის, ანუ ეს წინდი, მადლის წინდი, საწინდარი. ხოლო მისი მოსვლა, ველოდებით მეორედ მოსვლას რო ვეძახით, თუმცა მეორედ მოსვლა ეს ტერმინი არ არის ქრისტიანული, ეს არის კვალად მომოვლას ნიშნავს, უწყვეტად ერთხელ მოვიდა მაცხოვარი, უფროსურად მოვიდა როგორც წმენა ჩვენს გულებში, როგორც იოსები ეგვიპტეში. და იწყება დაპურება, მე ვარ პური ესო ხო ამბობს, ხოლო შემდეგ უკვე მისი ხორცელად უკვე მეორედ მოსვლა რო ვეძახით, ძალაუფლებით როგორც მეფე, ეს უკვე იუდას ტომიდან მოდის, მათ ებრაელებსაც აქვთ ორი მესიის ესეთი ფაქტიურად იგივეა, რაც პირველი მოსვლა ქრისტე, რომელიც ამზადებს ნიადაგს, ეს არის იოსების მისია პირველი მოაწესრიგოს. ხოლო იუდას ტომიდან აი უკვე ჩვენ მაცხოვარს იგივე მაცხოვარს ველოდებით, ეს უბრალოდ ორად არის გაყოფილი, ერთ და იგივეა. ანუ ორი მისია, პირველი ნიადაგის ჩაყრა, დათესვა, წმენით შემოსვლა ჩვენში, დანერგვა სული წმინდით. შემდეგ უკვე მისი ზრდა და ნაყოფის გამოყება მეორედ მოსვლა უკვე საბოლოოდ ასრულება. ეს უკვე მეორე მესია კი არა, ერთი მესიის ორი ფუნქციაა. ეს იუდაშტო და იოსებ. აი ეს არის ორმაგობაში. პირველი მდგომარეობა, როცა მზადდება ნიადაგი და შემთხვევით არ არის იოსების ძე არის, იქაც ხოლო მისი მოსვლა, რომ ველოდებით ჩვენ ფიზიკურად ძალაუფლებით, ეს უკვე არის დასრულება ამ ყველაფრის, უკვე საბოლოოდ გამეფება, უკვე იმაზე, რასაც ნიადაგი ჩაეყარა. აი ამიტომ ეს საცმელი და ეს ყველაფერი ამაზე მე არის შესაძლებელი. ამავე დროს იოსები მიუხედავად იმისა, ესეთი პრაქტიკოსი იყო და ესეთი ყველაფერი სადაც მიდიოდა წესრიგს ამყარებდა, ყველგან პირველი იყო. ერთი საოცარი თვისება აქვს, ანუ მას ეძახიან მესიზმრე, ასე წერია. ანუ გამოცხადებებს სიზმრები ქონდა ისეთი წინასწარმეტყველი, რომელიც შემდეგ აღსრულდა. აი თითქოს ძალიან ძნელი შესათავსებელი, ერთი მხრივ რაციონალური ადამიანი იყო, ძალიან ისეთი მიწიერი და მეორე მხრივ სიზმრებს აყოლელი, ასე რომ ვთქვა. მაგრამ არასოდეს არ არის ეს ცალ-ცალკე. ცხოვრება სიზმრის გარეშე ძალიან სქემატურია და ძალიან ესე იგი მოსაწყენიც იქნება რაღაც აწონილი გაზომილი. ეს სიზმარი ამ შემთხვევაში სიმბოლოა გამოცხადების, ანუ ისეთი რეალობის, რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება. აი ამის შერწყმის სიმბოლოა იოსება. ეს ჩვენ ცხოვრებაში ასე უნდა იყოს. თუ ჩვენ ცხოვრება სულ აწონილია, გაზომილია და არაფერი არ ხდება ლოგიკის იქით, რაც არის, ერთ და იგივე გრძელდება. ყოველთვის ადამიანის ენატრება და უნდა რაღაცა მოხდეს ისა, რაღაცა ისეთი, რომელიც გაუთვლელია. შემთხვევაში ჩვენს მოულოდნელობის გამო იწვევს
დისკომფორტს და ხანდახან შეიძლება ცოტა აგვერიოს რაღაცა დალაგებული დავარცხნილ ცხოვრება ბჭყალებში. მაგრამ ჯობია არიოს, იმიტომ მე იმაზე გადავიწყდა. ეს არის ყოველთვის გადაწევა საზღვრის, ანუ სიზმარი გიცხადებს იმას, რაც ჯერჯერობით გაცხადებული არ არის, მაგრამ მოხდა და მე ჩემ ცხოვრებას უკვე როცა ამას ვხედავ პერსპექტივას, რომ ბევრად და უსასრულო დიდი შეიძლება მოხდეს. აი, პავლე მოციქულო ამბობს, რომ თვალს არ უნახავს, გულს ფიქრად არ მოსვლია, ყურს არ სმენია, რა გაუმზადა უფალმა თავის მოყვარულს. ახლა ნახეთ, ჯერ არ არის, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე გამოცხადებაა, უკვე სიტყვა და ამიტომ არა პურითა ერთით დავცოცხლ, მარტო რა ფიზიკური და მატერიით, ანუ ესე ჩემი პური. ანუ მე ხო მარტო სხეული არა ვარ. ამიტომ პერსპექტივა, პროექტი, მე ჩემი თავის პროექტი, ამ პროექტში რომ ხედავ სინათლეს, რომ თვალს არ უნახავს გულს, ესეც მე ვარ, ამითაც ვიწებები, მარტო ამით კი არა, ჭამა, სმა, ცოლი, შვილი, სახლი, კარიერა. კი, მაგრამ ეს ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ის ნათელი რო არ შემოდიოდა. და აი ადამიანი ის არის, ვიც ამ ორმაგობაში ცხოვრობს. ეთის ხი ფეხი დგას დედამიწაზე, ყოველდღიურობაში უნდა იცხოვრო, აქ უნდა განახორციელო. რაც შეგიძლია და ამ დროს არ დაკარგო პერსპექტივა. დიდი ადამიანის ხარ, დიდი გზა. თუ კი ეს სინათლეს ხედავ იქით, აი რო იტყვია, რომ გვირაბს იქით ნათელი. მაშინ უკვე ძალიან ცხოვრება არათუ ასატანია, არამედ აბსოლუტურად შეიძლება. აი გურამ დოჩანაშვილს აქ მოთხრობა, უბრალოდ ეს თქმულება თავფარავნული ჭაბუკი, რომელიც გურამმა გადაიმართა, მოთხრობად გადააკეთა სავით. ნუ თავფარავნული ჭაბუკი ასპინძას ქალს აყვარობდა და მე ზღვა ქონდა გადასალახი და მოკლედ ცალხეზის დოლაბი ეკიდა, მეორეთი ნიავქარობდა, ზღვის გაღმა ქალი უნათებდა, თავის შეყვარებული მისკენაც მიდიოდა კოშკი, მაგრამ იქ გვერდით დედაბერი ედგა, რომელიც ცდილობდა, რომ ეს შუქურა ჩაექრო ეს ყვარი, რითაც უნათებდა ამ ზღვის ზღვარო და გადალახოს ამ ჭაბუკს. ანუ ეს რისი სიმბოლოა? აი ყოველდღიურობა, მაგრამ ძალას რა გვაქვს. წარმოგიდგენიათ, ახლა მართლა ჩვენი ცხოვრება ეს რო იყოს. ნუ იმისთვის მოხვედა, კი გათხოვდი, შვილი ყავს, წოლი მოიყვანეს ამსახურე. ეს ხო ცხოველებსაც აქვს, მეტი არაფერი, ეს არის ყველაფერი და მერე საათ. ეს თუ კი მიზანია შენთვის, აი აქ არის სწორედ ჩვენი უბადურკობა და პავლე რო ამბობს, ვაი თქვენო თუ მარტო ამ ცხოვრებაში მოელითო ქრისტესო და იმის არაფერი არ გაქვს, ნუ დიდი ცხოვრება. დიდი სიცოცხლე, ადამიანი არ შეიძლება აი ბედნიერი იყოს ხოლმე და ამიტომ ეს ანთებული აი პავლეც ამბობს ებრაელთა მიმართ, თვალი არ მოაშოროთ იესოს თქვენი წმენი წინამძღვარს, ანუ იცხოვრეთ რეალობაში. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ გადამთიელები ვართ, ყოველთვის გვაფრთხილეთ, ჩვენ კარვებში ცხოვრობთ. როგორც მამამთავრები ცხოვრობდნენ კარვებში. კარავი რა არის, ხო გითხარით, კარავი არის დროებითი თავშესაფარი. ანუ ჩვენ აქ არა ვართ აქაური მოქალაქეები, გადავდივართ. ერთი მხრივ აქ ვარ, დიახ, ცხოვრობთ, მაგრამ მეორე მხრივ ვიცით საით მივდივართ, აი თავფარავნული ჭაბუკი. ის აძლევდა ის ყვარი ძალას, რომ გადაელახა ეს ზღვა, ანუ წუთისოფელი და აქ ეს სიმბოლიკა რა არის? ცალხელზე დოლაბი რო აქვს და მეორეთი ნიავქი. დოლაბი არის ჩვენი დაცემული ადამიანის ბუნება, პრობლემები, ოჯახი, ცოლი, შვილი, სამსახური, ომები, სპორტი, უბედურება, სავსე ვართ, ხო? და რა ძალაა ის, რომ გაუძლოთ ამას? მე არ ვიცი, ახლა მე მართლა დინელი მე ჩემთვის მე 21 წლის ვიყავი მაშინ, რომ ეს აზრი ჩემთან მოვიდა, ათეისტი ვიყავი, მატერიალისტი კაცო. ხო გითხარით, მე სახელის სცენებაზე მეცინებოდა, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, ჩემ ვიღაცამ გაიღვიძა მე კითხულობს, ხო კითხავს, რომ ყველაფერი არის, შეიძლება კომუნიზმის დადგეს დაუშვათ იმ დროს, ჯეროდა თუ არ ჯერ, მაგრამ მე ეს ყველაფერი, აი ახლა მოვილია ცხოვრება, მე სიბერე, სიკვდილი და გადამთავრდა ყველაფერი იბადების და ყდება და წვდიადი? და ეს წარმოუდგენა იმისა, რომ ახლა თუ წვდიად შეხედავ, მაშინ შენ ცოცხალი ხარ, ვინ ხედავს წვდი? ანუ მე დავუშვათ თუ ახლა შუქი ჩაკრა აქვს და მე ვამბობ ღამეას, ბნელი, მე ვინ ამბობს ბნელიაო? ესე იგი ცოცხალი ვარ, თუ ცოცხალი რო არ იყო ბნელაო ხო არ ვიტყვი? ეს ხო ძიმე მდგომარეობა, მაგრამ უფრო უარესი არ არის, შეგეძლია წარმოიდგინო, რომ კი არ ამბობ ბნელაო და სიბნელეში კი არ ხარ, ეს ჯოჯოხეთ იქნებოდა, საერთოდ არ ხარ. და ბუშტივით გაქრა და ეს ხო შემზარავია ამის წარმოდგენა. შეგიძლიათ ეს თქვენ წარმოიდგინოთ ესე მდგომარეობა, რომ სიბნელეში კი არ იქნები, საერთოდ არ იქნები, გაქრები და ჩვენ ამას გვასწავლით ბავშვობაში.
აი ეს ნათელი რო არ შემოსულიყო ჩემში რომ ვეძებდი როგორ შეიძლება ამით დამთავრდეს ყველაფერი და ამის ეს იმის იქით მე არ ვიცოდი რა იყო მაგრამ ამით წყურვილი გამიჩნდა და მე მიეცა ცხოვრებას უკვე აზრი და აი ეს იყო ეს ჭაბუკიც რო ეს დოლაბი პრობლემები მაგრამ მიავხარებდა რატო მიზანი წმენა რომელიც გადაგალახინებს ყველა წინააღმდეგობას დავხვებით ხო ასე რომ ვთქვა აქ ახლა იოსებზე რო ვთქვა ანუ ეს დასაცმელზე ვთქვით გამორჩეულად რო უყარდა მამას და აი ამ გამოიწვია შური კიდე და პლუს კიდე სიზმრები და სიზმრები რომელსაც იოსები არ მალავდა ორი სიზმარი ჰქონდა მას ხო იქ ძნები იყო ძმების სიმბოლოა ეს ძმები და ერთი ძნა შუაში თვითონ იოსები და მე დავინახო სიზმარშვილი ძნებიო თავი დამიხარესო ესენი გაგიჟდა როგორო ჩვენო ესე იგი თანის უმცროსი შვილია და უმცროსობა ითვლებოდა უკვე მეფედეს ჩვენო ვართ იუდა რეუბენია სიმეონია და შენ ვინ ახარ და მეტოქება იყო თან ორი იაკობის ორი ცოლებისგან იყო ესე იგი ჯახე წინააღმდეგები ჰქონდათ იქ ეს გამოიწვია აგრესია მათში შემდეგ მეორე სიზმარი ნახა მზე მთვარე ანუ დედა და მამა და 11 ვარსკვლავი და მე მცემენ თაყვანსო და ეს მამაც გაგიშდა კაცო ეგ როგორო შილო ჩვენო დედა მამა დედა შენი მამა შენ თვითონ მოვალ და შენ თაყვანსებ და ანუ ეს ისეთი შორი პერსპექტივა და ისეთი არარეალური იყო იმ მდგომარეობაში ეს სიზმრები რომ საერთოდ გამოიწვია ძალიან დიდი ისა არა მხოლოდ დაკითხვა არა შურიც კი გამოიწვია და დაცინვაც კი ახლა რა იყო იოსების შეცდომა რის გამოც მას მოუწია მთელი ამ გზის გავლა ესე შემთხვევით ხო არ ხდება როგორ შეიძლება ახლა იოსები ღვთის რჩეული ჯერ გაეყიდათ ესე მე გაყიდვას დაანებეთ თავი ეგვიპტეში ძალიან კარგად იყო პოტიფარის სახლში პირველი კაცი იყო მოურავად განამწესა იმან იქ მიდის იმაში აგდებენ კაცო ციხეში და 10 წელი არის ჯურღმულში კატარებს შემდეგ ამოდის ხდება რა ხდება რატო არის ეს თავის რჩეულს ასე რომ წირავს ჭყალებში ეს სწორედ იმისთვის რომ იოსები ფაქტიურად კი არ დაისაჯა პირდაპირ გაგებით არამედ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გააგზავნეს რომ უფრო დაიხვეწოს რომ იგივე შეცდომა არ დაუშვას წინას არ ამბობდა და ამ დროს ის მეფედ იქცევა უკვე როდესაც მეფე არ არის აი ეს თვისება ქრისტიანებსაც ჭირთ ხოლმე ნუ განსაკუთრებით აი ახალ მოქცეულები რო ვართ ხოლმე და პირველად რო ეზიარები ან რაღაცა მოძღვარს და გონია მთელი სამყარო შენი და ყველა ვინც ზემოდან უყურებ და პირდაპირ აღიარებ რომ მე უკვე რაღაცა ისეთი გვემართება ხოლმე და აი თავშეუკა და იოსებმა ეს დროზე ადრე თქვა ის რაც მერე იქნებოდა და ეს იყო ასეთი და რომლის გამოც ეს შურით აღიხსნენ მის მიმართ ნუ ახლა პარალელურად გავავლეთ თითქმის იგივე ხაზია იესოს მიმართაც შურის გამო არის იქაც იმიტომ რომ მას რო ხალხი დაძლებდა ის რასაც აკეთებ თვითონ ვერ აკეთებდნენ ავტორიტეტი არ ქონდა და ეს იწევდა ეს შურს ასე ვთქვა ამის შემდეგ რა ხდება ახლა მნიშვნელოვანი კიდე ეს დეტალები ჩვენთვის რომ იოსები ერთხელ ნუ ესენი ცხოვრობენ ხებრონში და შექემში აძოვებენ უпроსორად ნახევი ყავთ ძმებს და იოსების უშვებს მამა რომ წადი შენი ძმები ნახე ახლა ხო ეს ისტორია ჩვენები მაგრამ კიდევ ვამბობ ეს ბიბლიური ისტორია ამის მიზანი არ არის მოთხრობა რაღაც ეს ყველაფერი არის კიდე ეს უზარმაზარისა აქვს სულიერი დატვირთვა და მთელი მიკითხება იქ სერბაში ანუ რას ნიშნავს რომ ძმებს ეძებს იოსები და იქ კაცი რო შემოხდება და რას ეძება და მე ძმებს ვეძებ რას ნიშნავს რომ ცხოვრობენ ქებრონში და შექემში მიდი ძმებთან თუნდაც ეს მარტო აი ამაში რომ ჩაიხედავ აი ისეთი აი უსაზღურო იმაში გადადიხარ და შეც იფსები ამ სისავს შედიხარ ამ მდგომარეობაში ქებრონი ნიშნავს შეკავშირება შეხმატკბილება აი მისი ფუძედან მოდის ამ ქებრონიდან ხავერ ესაც ებრაულში ჩვეულებად გავცემა ხავერია მეგობარს ამ ხანას ეძახიან ხავერი მეგობრები ამ ხანაგებიდან ანუ ეს არის ადგილი სადაც იყო ერთიანობა ძმობა სიყვარული არის სიმშვიდე და შეხმატკიბელი მდგომარეობა და ახლა იწყება რაღაც ახალი ეტაპი უკვე
ამის დრო ილევა ამ რაღაცა სიმშვიდის, წყნარი ცხოვრების, ერთობის და უკვე იწყება შექემში არიან ძმები. ახლა შექემი რომ ვნახოთ რას ნიშნავს. ეს სიტყვა გვეტყვის, ეს ისე ვამბობ, ჩვენ ხო ვთქვით, რომ გეოგრაფიული სახელებით და ადამიანის სახელებით მდგომარეობები, აი ესე უნდა წავიკითხოთ ეს რა სული რა მდგომარეობის გადის, არის გადმოცემული ამ ეს თვალსაჩინოებებია უკვე. ამას ბუყვა უბივაებ დურჟივატორი, აი რუსულად კარგად არის ნათქვამი. ანუ 100 კლავსულია, 100 არის და მაქსიმალ აბსოლუტურს აქვს, რომ წმინდა წერილიო სულიერად გაგებულიო თავის წინა დაცვეთას აკეთებს. თუ წინა დაუცვეთელი ხარ ბუყვას გაიგებ, მარტო ტექსტია და არაფერი არ ილაპარაკე რამდენის გინდა იოსები. მე რას გვაძლევს ეს, რომ კაი, გადავიდა შებროიდან შექემში. მე რას გვაძლევს სიტყვა, თუ კი არ გადახვალ იმაში, მის ნამდვილ მდგომარეობაში და ჩვენ მგონი დრო არის, რომ აი ეს ჩვენ ცდელობა განაისრო, მე ახლა ამას ამოვწურავე. უბრალოდ ამ მიმართულებით რომ დავინახოთ რეალობა. და ამას მოაქვის სწორედ მე თავისუფლად. ანუ ეს შექები ნიშნავს ებრაულად ეს სიტყვა რომ ეს ფუძე არის ქედი, აი ეს სიტყვა რასაც ნიშნავს. ზურგი და ასევე სამკვიდრო, აი სამი ნიშნულობაა. რატო? იმიტომ რომ იწყება იოსების აი ამ 7 წყნარი ოჯახში ცხოვრებიდან იწყება ახალი ეტაპი, გადის ველად, ეძებს ძმებს, ანუ სამყარო ცხოვრებას ტოვებს უკან, ეწირება ძმების სიცოცხლეს. უკვე დიდი გაგების გადავიდეთ, ახლა პირდაპირ ნიშნობით ძმებს ეძებს. მაგრამ ძმები ვინ არის იესოების ამით, ჩემი ძმები ხართ. რატომ მოდის იესო? ჩვენ რომ ისე მამამდე აგვამაღლოს, აგვიყვანოს, ამისთვის რა უნდა გააკეთოს იესომ? ზურგზე ჯვარი უნდა იტვირთოს, აი შედი შექები რა არის, ანუ რატო ქვია ზურგი, ქედი და შემდეგ მესამე მნიშვნელობა რა ვთქვი ჩვენ? წილი, ანუ მემკვიდრე, აი რა წილი ერგო, ანუ უკვე იწყება რომ უნდა ატაროს სიმძიმე ძმების და რატო ხეტიალობს მარტო დაიბნაო იქ და მე კაცი ეუბნება რომ აქ იყვნენ იქით არიან უკვე. იმიტომ რომ გადასაწყვეტია, აი ხა უკვე დიდი გაგებით ახლა ეს კი დადის, მაგრამ რა გვიდა ჩვენ ველი და იოსები რო ხეტიალობდა პირდაპირ მნიშვნელობით არაფერს არ გაძლევს ეგ. რატო ვიმაშვილებ? იმიტომ რომ ეს საკითხი რომ გადაჭრა თავის თავში ხედავს ამას რა გზელოდება. იოსო გეცემანის ბაღი აიღეთ ამან როცა იცის რომ ახლოვდება უკვე რა უნდა გააკეთოს, ხო? ჯვარი ელოდება, ანუ ზურგზე მოგიდა ამ სიმძიმის მას უჭირს და გადაუწყვეტლობის იმაშია თავის თავთან. იოსები ასე ხეტიალობს და შემდეგ უკვე მიდის ძმებთან. აქ რა ხდება ძმებთან? როგორც კი დაინახე, მესიზმრე მოდის აგერო. ანუ ამათ მხილებულები არიან, შურიც აქვს, მე წინასწარ ამბობს, რატომ ამბობს, ით გჯობია ჩვენ და ახლა რა ვქნათ და მოვკლათ. და ვნახოთო, როგორ შესრულდება მისი სიზმრები. არ გენიშნათ იესოს ისტორია, იუდა სხვაებიც სპეციალურად ვაკეთებენ, რომ აბა თუ მაგარი ხარ ჩამოდი ჯვრიდან. იუდამ სპეციალურად გააკეთა, იმიტომ რომ დატესტა ერთგვარად. იმიტომ თუ ეს ნაღდია, აბა ვნახოთ წესით ვერ უნდა დაუშავონ ვერაფერი, იმიტომ მათ წარმოდგენაში არაფერი არ ჯდებოდა, რომ მესიას შეიძლება ვინმე ადამიანმა, აი როგორც ბავშვობაში რომ გჯერდა მამაჩები ყველა ძლიერი, ეს ფიზიკური გაგება იყო, ნეკომაც კი ვერ წუდება იესოს, ვერ ხედავ რას ამბობ, ხელახლა როგორ დავიბადო მოხუცი კაცი. ანუ აზე არ არიან. იმ სულიერ ნამდვილ სულიერს როცა გულისხმობ, მე გულისხმობ ნამდვილს და არა რაღაც ამაღლებ. ნამდვილი ეგ არის. დანარჩენი არის ნეგა არაფერი არ არის. პეტრეს რამდენს აფრთხილებს უკვე ვერ გამყარა პეტრეს და ადამიანური ბუნებით ბოლომდე გაყვეს, მაგრამ ეგერ ნახეთ გეცემანის ბაღი რო ლოცულობს იესო, ყველაზე მეტად რო ჭირდებოდა მხარდაჭერა, როცა სულიერ ბრძოლა, ეს არის ბრძოლა გადასატანი, აქ უნდა დაეხმარო. აქ უნდა დაუდგენ გვერდ უგეშინია ჩვენ გვესმის შენ რასაც არავის არ ესმის. ყველას ძინავს, პეტრეს, იაკობს, იოანეს. და ისადაც უნდა ჩაბარდეს უკვე და ამ მოწაფეებისგან ითხოვს რომ გაჩურდნენ. იმიტომ ისიც ხო ადამიანი, ეს მოწაფეები ხო მასში ადამიანური ბუნების თვისებებია, ქრისტეში ეს ხო ერთი მთელია. და ხან ეს რა ბრძოლაა, გეცემანის ბაღი ბრძოლა რა არის? გადანახოს ნებით. თქვენ ცხოვრებას დააკვირდით, მუდმივად ვართ ამ არჩევანის წინაშე ჩვენ.
ბუნებას აი ბავშვი აიღეთ უკიდე ბუნებას უნდა კიდე ცოტა ხელი დაწვეს ნება უბრალოდ არა უნდა ადგეს სკოლაში წახვიდე ბუნებას რამდენი უნდა არა და ცოტა იძულება ცოტა გადატეხო და ეს თლად არ უნდა მისცე თავი იესოს ბუნებას უჭირს ის ცოცხალის ადამიანია უყვარს სიცოცხლე ის არ არის სიცოცხლის მოძულე მაგრამ მან ისიც იცის რომ ეს სიცოცხლე მომწყდარია მამას და სიკვდილში მიდის მაშინ აუყო არც აბ როგორ შევაჯერო ეს ორივე მამა და წუთისობი როგორ შევარიგო ისე რომ ეს ცხოვრებაც იყოს და მამის ნებაც აქ იყოს ის თავის თავში გადამაღდება ბუნებაზე ანუ სიკვდილი როგორც სასჯელი მან იცის სიკვდილს იქით სიცოცხლეა უბრალოდ ჩვენ გვაქვს ეს დავიწყებული და არავის არ შეგვიძლია ამ სიკვდილის გადალახვა ისე ძლავრად დამკვიდრდა ჩვენში რომ ისე ფაქტურად ბუნება გახდა აი როგორ ჩვენ ვამბობთ რჩევა ჯულზე უმტკიცესი ანუ ჩვენ ცხოვრებაში ისე შემოვიდა ეს მიწიერი ცხოვრება რომ ეს ერთადერთია და რომ სიკვდილი გაქრობა ერთადერთი იმედ და დარჩა რაღაცა იეღოვა და იქ ღმერთი იქ რაღაცას გაგვითვალისწინებს რაღაცა იქნება ოღონდ შიშით ისიც არის იქაც შავეთში მიდიხ აი ერთადერთი დუგეში სადღაც ოდესღაც გაგვითვალისწინებენ მაშინ ამ დროს ეს ყველაფერი წარმოსახვა იმიტომ რომ ღმერთი არცად არ წასულა არ არის ადგილი იქ სადაც ღმერთი არ იყოს ეს ჩვენ დავიჯერეთ ასე ჩვენ შევქმნით რაღაცა სივრცე ჩვენი ტვინით ჩვენი სადაც ვერ შემოდის ის ნათელი ჩვენ თვითონ დავახშვეთ ეს და ჩვენ უნდა გავხსნათ და იესო თავისუფლად ხსნის ამას რომ შემოჟონოს მამა მაგ შემოიყვაროს და აქ იყოს მისი სახლი აი რა საკეთებს ის ამიტომ ეს ბუნება ნებით გადალახა მაგ და პეტრე ხელს უშლის პეტრეს ეს არ ესმის პეტრეს გონია რომ იესოს სიკვდილი გაქრობაა და ვიღუპებით მეგობარი მიკვდება მეგობარს მიკლავენ მე ხმალია მოიყო ყური მოათავა იმას მსახურს მალქოსი სახელიც კი წერია ნახე რა მაგარი ვაშკაცია პეტრე და სინამდვილეში რა ყოფილა თურმე ეს იმიტომ გააკეთა რომ ქრისტეს უყურებდა სანამ ქრისტე იდგა მას ეგონა რომ ქრისტეს ვერავინ შეეხება როგორც კი ქრისტეს შეეხენ და შებორგეს იმ წუთად პეტრე კვდება როგორც ადამიანი უკვე ლაჩარი ხდება სრული აბსოლუტური მნიშვნელობით და სამჯერ გაყიდა ხო და ამას მოუყევით ეს რომ ეს ალუზიები ეს პარალელები იესოს ცხოვრებაში სულ იოსების და იესოს აი მოდიმა დააკვირდით რომ მეორდება და ახლა რაღაც გადაწყვეტა რეუბენი ამბობს რომ არ მოვკლათო თორემ მამა დააკვდება ამას არ გიტათო და ცოდვა არ დავიდოთო ეს პირველი ამბობს და მაშინ ვითომ რომ ეს გადაერჩინა და შემდეგ ეხსნა მაშინ ჩავაგდოთო ჭარში და ვინმე მერე ვიღაცა იყიდისა და ამ დროს რეუბენი მოშორდავი წერია და ამასობაში ამათ უკვე დაინახეს მადიამელი ვაჭრები და გაყიდეს მათზე იუდას გადაწყვეტილებით იუდამ თქვა რომ ჯობი არ მოვკლათ ბარემო წყვეტ იმას ვქნათო რა და 20 ვერცხლს იღებს იქ ქრისტე 30 ვერცხლი ნახე იქაც იუდა აქაც იუდას ტომი მაგრამ ასე ნეგატიურად უჩათვლით აქ ნახე მე როგორ განვითარდება რა გზას დაადგება ანუ მონანიება როგორ დააბრუნებს იუდას თავდაპირველ მდგომარეობაში მოკლედ ესეთ ახლა ეს იაკობი რა დღეშია საწყალი იოსებს რო გაყიდიან იქ მადიამელ ვაჭრებს წაიყვანენ ამ დროს ტასაცმელს თხის იმაში იოსების ჭერელ ტასაცმელს დასვრიან და მამა რო ეკითხება სად არის თქვენი ძმა მე არ ვიცი ჩვენი ძმის აი როგორ გასულს კაინი რომ მე ჩემი ძმის დანაჯი ხო არა ვარ და ეს ხო არ არის აი შენი შვილის ნახე ჩვენი ძმაო არ ამბობენ ახაც და იაკობი რო ხედავს რომ ეს მისი ტასაცმელი შვილის დაიჯერა იაკობმა ანუ მას წაერთვა უკვე წინასწარმეტყველება ასე იყო საჭირო მას გაივლო უნდა ეს გზა უნდა გაიაროს ახლა სიკვდილისა რატო 20 წელი მან ჯერ მამა მოატყუა მე იქ ლაბანთან სუტყუილები ცხოვრობდა და ეს უნდა განიწმინდოს იაკობი თვითონაც 20 წელი მას შვილი უკვე არ იყავდა ფაქტობრივად მკვდარი იყო მის თვალში მაგრამ იცოდა იქ რა ხდებოდა და ამ დროს ის უკვე ფარაონის მეორე კაცი ეგვიპტეში და იაკობს გონია რომ მკვდარია ჩვენ აბა გაიხედეთ ქრისტესკენ იქ რო გონია თუ ყველა დამთავრდა და მკვდარია და რაღაცა უკვე იგებენ რომ ისა პირიქით მე ვარ
ღმერთი ცაზე და მიწაზე მოცემული მაქვს, მთელი ძალაუფლება ზესაზე და მიწაში რო ეცხადება. იოსებს იგებს რომ ჩემი ეგვიპტე, ჩვენიეთ გადმოდით ჩემთან. იგივე საკეთებ. და იაკობი ფაქტიურად დაიტირა შვილი. წარმოგიდგენიათ ახლა მათ იოსები კი არ გაწერეს მარტო. არანაკლებ გაწერეს მამა სასიკვდილოდ, იმიტომ რომ მათ იცოდნენ რომ რაქეიშვილი იყო იოსები და იოსები ძალიან უყვარდა. ანუ მამაზეც იციეს შური რატო? რატო გიყვარს ის გამორჩეულად. და თავისთავად იოსებზე. ახლა გავყვეთ იოსებს და შემდეგ ნელ-ნელა ხო, აი ხა მინდა სახელი იოსებზეც გავჩერდეთ ცოტა. იოსების სიტყვა ნიშნავს თვითონაც ჩვენ ხო ვიცით რომ ყველა სიტყვა ეს არ არის მისი 12 შვილის იაკობის შვილების მნიშვნელობები ხო ვთქვით ეს მდგომარეობებია ყველაფერი ერთი ადამიანის მდგომარეობებია რომელიც მიდის მესიისკენ მესია რომელიც სახელის მიღმა უკვე სახელები არის ათვისებები გაგებების დონეები ერთ გაგებამდე როგორც კიბეშზე ვერახვალ საფეხურების გარეშე ეს შვილთას ხმა ის აბრაამობა ისააკობა ეს არის მდგომარეობები რომელსაც ჩვენ გავდივართ ახლა იოსები რა მდგომარეობა იოსები ნიშნავს ერთი მხრივ გაფართოება და დამატება ანუ ეს ის არის ვინც წვდება სამყაროს არ ჩერდება აი სადაც არის და სრულყოფილი უნდა გახადოს ყველაფერი ფართოვდება იმატებს აი ეს ვერ ჩერდება ერთ ადგილას გაშლა აი ეს სიმყარე ბალანსის გაკეთება მე ამ იმას უკიდურესობებს შორის აი იაკობი წინ მიყავს ეს ანუ სულიერ და მატერიალური სინთეზი უნდა ანუ ის პროექტი ეს რასაც ჩვენ ვეძახით სულიერებას უნდა განახორციელოს მიწაზე სულ აი ეს განმახორციელებელია აი ესეთი ის არის თვითონ სახელი იოსები ბებრაულად რო ორი სიტყვით გეტყვით თვითონ 400-ოსგან შედგება ხა აქ არ არის მაგის შეიძლებოდა მაგრამ სიტყვერად გეტყვით თვითონ როგორი იწერება ეს არის იუდ ვავ ესეთი 400 და სამეხ და ფ ანუ ეს 4 სიტყვა 100 თითოეულ 100-ს აქ ებრაულში სიმბოლური მნიშვნელობა აი პირველი იოდით იწყება ეს ნიშნავს რომ ზევით არის ეს 100 ანუ ხალს არ ეხება ის ჩამოკიდე ნახევარასობა იოტის ოდენში რომ აი ესეთია პატარა ის აი პირველი რატოა ეს ანუ ეს არის ის რომ სული სანამ აქ მატერიაში ჩამოვა ქრისტეს სული თუდაც იოსები როგორც წინასახე ის ზეცაშია ჯერ გამოკიდებული არ არის დაბლა ჩამოსული იქიდან უნდა გადმოეშვას დაბლა დედამიწაზე რომ ეს ნათელი შემოიტანოს და განახტოს და მერე აიყვანოს ისევ მაღლა ცნობიერებაში ამიტომ პირველი თუ ეს იოდია და ზევით არის მეორე ვავ ეს მეორე სიტყვა ასე იწერება ის უკვე ვერტიკალურ ხაზია დაბლა უბრალოდ მიწას ეხება დაბლა ხაზამდე ჩამოდის ანუ ზევით თუ იყო როგორც შესაძლებლობა ესე რომ თქვა ჯერ არ არის გასხეულებული მამაშია და ის ჩამოდის დედამიწა მიწაზე რისთვის რათა აქ არსებული აი სულებს მისცეს ნათელი და აზიდოს მაღლაც ამ ეს არის უკვე მესამე ასო ესე ბრგვალია და მე ზევით აწეული და მეოთხე უკვე ბოლო აი რო ვთქვით ის უკვე ამ ხაზ დაბლეშვება ანუ როგორც ქრისტეზე წერია ჩავიდაო იმაში ქვესკნელში ჯოჯოხეთში მყოფი სულების გაათა ანუ იმათაც მიუღრის ნათელს აი ნახე თვითონ ამ ბგერა წყობაშიც კი ჩაწერილია იოსების ხასიათი და თვისება და მის სახელის იმაში ეტიმოლოგიაში რა უნდა გააკეთოს მოკლედ ეგვიპტეში ჩაყავთ იოსები ხდება პოთიფარის სახლში ხა მოკლედ ყვებით იმ ისტორიას ეს ამას ჩვენ ამის დრო არ აქვს უბრალოდ თავარ საკითხებს აქ რა ხდება იოსები აქაც აგზელებს მეფურ თავის იმას ხასიათს რა ის რომ იმა ხო ისის ბუნები თავის მოწოდება და ყოველთვის სადაც არის აი ამ ხასიათს ავლენს იქ წერია რომ იქაც კი იოსებიო გადმოცემა წერს რომ თმებს ლამაზად იყენებდა და რაღაც აი განსაკუთრებული იმას თან ისეთი ღვთისმოშიში იყო თან სადაც იყო ყველგან ამყარებდა იმას ავლენდა თავის მოწესრიგებულობას აი მენეჯერის თვისებებს უხეშად რო ვთქვა მეურნე
და იმ წუთას მოიწონა იმ კაცმა მე მოურავად სახლის მთლიანად ჩააბარა თავის ცოლიც ოჯახი ყველაფერი იმ კაცმა რომ ისეთი სანდო და მან ხდება იცით თქვენ ახლა ცდუნება მისი ქალისგან ახლა ამაზე თითქოს არ შევჩერდებით იოსები როგორი ერთგული ხდება რომ ღვთისმოშიში ვარო მარტო ღვთისმოშიში არა მე ღმერთის მეშინე იმიტომ რომ შენმა პატრონმაო მე უღლო მე ჩამაბარა შენი თავი როგორ შემიძლია მას უღალატო ნახე რა მარტივია ჭეშმარიტება რატო არ შეიძლება ჩვენ ვიცხოვროთ ესე ყოველდღიურობაში რა უნდა მას რატო ვაკეთებ ხალხურად რატო გვეშინია იქ სადაც საჭირო ხელს რო ვიბანთ მე რა ასფალტი ვჭამო აბა ახ ეს ქრისტე იყო ამთლად ასე როგორ ყველაფერი და მე რა ვაკეთებ მოვკვდები გადამივლიან თუ ლოყა შეუშვირე ყველა გამთელავს თუ ასე ვიცხოვრო ქრისტიანულად აბა რა ვჭამო აბა ეს არ ვინ გეუბნება საერთოდ არ იჯახება ეს ორი პირიქით გეუბნება უფალი ეძებეთ სასუფევ დაარჩე შეგეძინება მას იმიტომ კი არ დაუსახლები ვარ რატო არ ფშიოდებ წყუროდეს არ იყოს საერთო საბადები და იფცხონდეთ მე ეს ჩვენ გავხადეთ დედამიწა ჩემი არასწორი მოქმედებით არის რომ შია და მწყურია სირცხვილია ეს მოსანანიებელია ონები უბედურებები რაც არის ეს მისი ბრალია ეს მაგრამ განგება უშვებს ამათო ამან მაინც მიგახვედრო რომ რას გავხარ რას დამსგავსებო გონსპოდით ადამიანებო რას აკეთებ ერთი დედამიწა ნახე ჭიანჭველებით ფუტკრებიც კი გლები და ლომებიც კი არ ხოცავენ ერთმანეთს იქაც კი რაღაცა მიაღწევენ ორი ლომი თუ ორი ანტილოპა ხარილემით ვინც არ უნდა ოდენავ ერთი მეორეზე უფრო სიძირეს გამავალი და მეორე გარბის და ეს არ მისდევს იმას და არ უტყამს მე ჩექმებით არ შედგება იმას და არ ხოცავს და სიგიჟეები ეს ხო ასე რომ აი ამ ისტორიას ამიტომ გეუბნები ჩვენ ამას რო ყვებით ჩვენ თუ დავიცხოვროთ ისე როგორც იოსები ცხოვრობდა არა ის რომ ახ იოსები მაგარი და ისო ქრისტე იყო კაცო აი პირველი არგუმენტი ეგ არის ეგრევე გეტყვია მე რა ახლა იმას შევიდრები ვერცერადოს ვერ შეედრები ვერცერადოს ვერ მიხვალ იქამდე ეს შენი ამპარტაუნება კი არ არის ეს სირცხვილია თუ არ განიხტობ სირცხვილია შეგწხვენოდა შენი სიმცირე და ის ქრისტეობა ის შენი ბუნებით გქონდეს სიმწიფე ესეთი არის ლეხს ცხენოდეს რომ მწიფე გახდეს მაგრამ რა არა კაცო მე ისეთი ისავარ როგორ უნდა გავხდე ახლა თქმილი და ყველას მოსაწონი არა მე მოჩილი ვარ და ვიქნები ესე მყახი არ ცხენია არც საზამთროს მარ სხვა ცხენია რომ თქმილი წითელი საზამთრო გამოვიდეს პატარა შავი რას გავს სახე მაინც რამეს მაინც გავდეს ჩვენ რას ვჩივით რა ასამბობ და არა და მთელი სახარება არაფერი არ თქვა ცოდვა დაცებამდე რაც იყო რომ ღვთის ხატება და მსგავსება გახდე იყავი სრულ როგორც მამა თქვენია სრულო მომბაძეთ მე როგორც მე ქრისტეს ჩემზე მეცაქმეებს გააკეთებ როგორც მე ვარ მამაში თქვენ მამა მოგვეთ როგორც ერთი ვარ მამაში თქვენ სულ ლაპარაკია ადამიანი ნაბრძანებია ღმერთი იმიტომ რომ ჯიში ხარ ასეთი და იმიტომ კი არა შენ რო გინდა ეს ჯიში რო ხარ ღვთის ჯიში ესეც ის არის ამპარტავნება არ იყავი ღირსი და იქნებ უარია თქვენო ღმერთს გააწერე ხელი ღმერთის ჯიში რო ხარ უთხარი რომ მაიმუნის გავარტყო მე ვერავით ამ როგორ მე ასე უბრალო ვარ და თლად ღმერთობა არ მინდა აი მაიმუნის შვილი ვიქნები თქო მოაწერე ხელი და მოაწერეს კიდეც მატერია ვარ არანაირი ღმერთის შვილები არა ეს თვითონ არის სამეგრელოში გამოთქო კუის ყუა კუი მორო მუი ასეთი ის არის ასე კუიშვილი კუი იქნება აბა რა იქნება აი ვისთანაც აიგივებ თავს ის იქნება და ღმერთის შვილი იმიტომ კი არ ხარო შენ გინდა ასე იმიტომ რომ ასეთი გაგაჩინა მსხალი იმიტომ არ მსხალი რომ მსხლად გაჩნდა ის და მსხალი გამოაგდა რა ამპარტავანია ამიტომ წერია რომ იყავს სრულ როგორ მამა თქვენია სრულ როგორ შეიძლება ეს ღმერთმა მოგვიწოდოს ჩვენ რომ არ ვიყოთ შესაძლებლობით არიდო შესაძლებელი დაცინვა გამოვა მაშინ ამიტომ როცა ამ ისტორიებს ვკითხულობ ისე ვამბობ რომ ჩვენი გვაშორებს მათგან ამ თუნდაც იესოსგან ჩვენი ძილის მდგომარეობა ჩვენი ცოდვის დაცემულობის დამონების ხარისხი რომელიც უკვე ისე დავიმონეთ მატერიას რომ აი როგორც ებრაელები ისე ხორცი და ქვაბი გვინდა და არ გინდა ამ შეჩუულს გადაიჩუეს ერთხელ კომფორტიც კი დაკარგო იმდენად გძინავს იმდენად დარივართ რომ ჩვენი თავი სიცოცხლე გვეძახის და ვერ პასუხობ სამწუხარო სწორედ ამიტომ გახდა დიდი საჭირო ქრისტეს სიკვდილი რომ
ჩვენ სიკვდილიდან აღვედგინეთ, ვერაფერი ვერ გაგვაცოცხლდა ჩვენ. ვერაფერი, ვერც სახელმწიფო ინსტიტუტები, ვერც რელიგია, ვერც მორალი, ვერც ზნეობა, ვერც შეგონება, ვერც სიმღერა, ვერც ცეკვა, რამდენი არა. მკვდარი ადამიანი, მკვდარს გაცოცხლება უნდა და ცოცხლდება ქრისტეში. მკვდება რომ გაგაცოცხლოს. ერთადერთი სიკეთე დღეს არის რომ აი ეს სიცოცხლე მიიღო, ის კი არა დაიმსახურო კაცო. ამიტომ ქვია მე სახარება, უკვე ცოცხალი ხარ, უკვე გეპატია. ერთადერთი დარჩი ამაში. და მთელი ბრძოლა იმაზე გვაქვს, არ რჩებით ამაში და ვწოდავ. წოდვა რა არის? წოდვა არის გადაწყვეტა, გავიწყდება, წოდვა დავიწყება და მე წოდვები მე მოდის. რომ აცდები ვინ ხარ და გავიწყარ. ამ თავის დავიწყებისგან რომ მე უფლისწული კი არა, ხორცი ვარ. მაშინ ქვაბები მინდა, ძმაო, ეგვიპტე მინდა. ჭამა, სმა, ცოლი, შვილი, გართობა, რაღაცები კიდე დამატებით მანქანები, ახალი, მეტი არაფერი არ მინდა. რატო აკეთებ ამას? რატო და ამ ცოდვას როგორ მოინანიებ თუ არ ამ მდგომარეობაში თუ ხარ და ეკლესიაში მიხვედი და მე ეცადო რომ უარი თქვა საშინელებაა. შენ იმიტომ კი არა რომ ამას უარი თქვა, ვერ იტყვი, იმიტომ რომ ბუნებით ხარ ესეთი და როგორ უნდა გაგახსენდეს ვინ ხარ. ამიტომ ებრაულად ჩუვა გახსენებას ნიშნავს, ისე მონანიება, პასუხში დაბრუნება, ქართულადაც გონსმოდი. გონსმოდი შავს გაიხსენე. ამიტომ არის რომ ჩვენ ლოცვები რატო გჭირდება და თუდაც აღსარება, თუდაც ეკლესია, თუდაც სახარების კითხვა რომ სიფხიზლეში ვიყოთ, 64-შიც კი უთხრა, არ დაიძინოთ, იფხიზლე და არ იფხიზლეს და იფხიზლე რასე დარჩი იმაში ვინც ხარ. როცა რჩები იმაში ვინ ხარ, მართლა ვერ შეცოდავ. იონის სახარებაში წერია, პირველ იონის წერილში რომ ზე ვისაც წმენა ქრისტეს წმენა მოწმუნე ვერ ცოდავსო, იმიტომ მისი სული იმყოფება მაშინ მას არ შეუძლია შეცოდოს. ქრისტეს სული შენი გახსენებაა, თუ ამ ხსოვნაში ხარ, როგორც ქრისტე არ ცოდავდა, ვერ ცოდავ, ვერ შეცოდა. აი როგორც ახლა მე, აი ახლა შუქი რო არის, 1000-ჯერ რო გავიარო, აქ, იქით, აქეთ, არც ერთხელ არ გამოვედები სკამს. თუ ასე ვიქნი, ახლა თუ რაღაცა ყურადღებას დავყარებ და გამოვედები და მე გავასწორებ ისე, მე ნათელში ვარ. ამ ნათლიდან არ გახვიდეთ, ხო ცოდვა სიბინელეშია. შეუძლებელია ნათელში ცოდო. მაგრამ პრობლემა რაშია, რახან სხეულში ვარ. იბტვერება ეს გვარებავიწება დავიჯახებით რაღაცას და ამიტომ განგება რას აკეთებს. რომ გვეხმარება განსაცდელებით, აი რომ გადაცდები დაგარტყავს, აი როგორც რომ ჩაგეძინება რაღაცა და რომ გამოგაღვიძე ვიღაცამ და ისევ გამართავ. და საჭეს, მაგრამ მეორე დიდი გზაზე რომ მიდიოდა რა ტრაილერები ორნი იღლება, ხო? განგება ის მუჯურგუნებს გირტყამს შიგადაში რომ არ გადაცდე. გაფხიზდე და როგორც მოხვალ ვინ ხარ? ის ხარ, ვინც იყავი, ღმერთის ძე, სიცოცხლის სავსე და იქ ყოფნა. აი ეს რო დავკარგეთ 10 ციხეთ, მაგიტომ არის ჩვენ რომ უკვე სამწუხარო ჩვენთვის ქრისტიანობა ტვირთი ხდება. ეკლესია გონია რაღაცა სასჯელი და რაღაცა ყველაფერი მძიმეა, იმიტომ რომ სიხარული არ აქვს. არ აქვს სიხარული, იმიტომ რომ დავიწყებაში ხარ, სიზმარში ხარ. ცოცხალი არ ხარ. ჩვენ ჯერ უნდა გავცოცხლდეთ, კაცო. ცოცხალს უნდა მოსთხოვო, რაღაცა მკვდარს რას მოსთხოვო? მკვდარზე ვენოკიო, გინ მონათლე მკვდარი, დათა გინ დაზიარე, მკვდარი ზია, იგივეა მკვდარი ინათლება, მკვდარი ეზიარება მე, იმიტომ რომ მკვდარი რომ მოინათლა, მკვდარი მივიდა ეკლესიები და ფერი ცვალება უნდა მოხდეს, რაღაცა დოზით მაინც. შეიძლება ნათლობა ბავშვობაში მოგნათლეს, მაგრამ ეკლესიას რო უერთდები, პირველი უნდა მოხდეს შეშიეს განათება. ნათელი უნდა მიიღო, უნდა გაცოცხლდე. მე სიცოცხლის ბავშვი მე უნდა გამოზარდო. ჯერ ბავშვი თუ არ ყავს ძეს როგორ გამოზრდი. ცეს როგორ დაანთე ბუხარში ერთ ნაპერწკალი არ იპოვე, რომელსაც სულ შეუბერავ და მე დაანთებ ცეს. დააყარე შეშა თუ გინდა, რაც გინდა გააკეთე. აი ეს ამიტომ ხდება ეს ისტორიები ჩვენ რომ იმასაც გაშვენებს როგორც გადაცდები, განსაცდელი რომ მოდის და იმასაც გაშვენებს რომ ყველაზე დიდი გადაცდების შემდეგ და ყველაზე დიდი ბოროტების შემდეგ როგორ მოდის ყველაზე დიდი სიკეთე. ღმერთი მაგის გამო კი არ გჯის რომ შენ არა ეს სიყვარული ისეთია რომ სასჯელი რომელიც მოყვება შენ გადაცდობას უფრო მაღლა გააყენებს ვიდრე გადაცდობამდე იყავი. ახლა ამაზე მივაცვენ. ხო ახლა ცოტა გაგვიძილდა, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი რაც არის თქვით და ამიტომ არ არის ჩვენი მიზანი ახლა ისტორიის ბოლომდე ჩახსვა ამას ყველა შევძლებთ წავიკითხე. ამის შემდეგ რა ხდება? იოსებს აგდებენ ციხეში, ეს იყო სახელმწიფო ციხე, ესე რომ ვთქვათ, ანუ ფარაონის დიდებულების ციხე. სადაც იყო მისი მწდე, ერთი ბეღვენე თუ ხუცესი, ესე რომ ვთქვათ, მეპურებს რო უცხობდა ხაბაზი ამ ფარაონს
და ერთ-ერთი არის იოსები 10 წლით. ანუ წარმოიდგინე 17 წლის იყო იოსები, მე 1-2 წელი პოტიფართან იყო, მე თუ 1 წელი, შემდეგ 10 წელი ციხეშია, შემდეგ უკვე კიდე ეს 2 წელი დაიცა და იქ სანამ ის წრე გავიდა და არ შეატყობინა ფარაონს უკას. მოგვიდო 30 წლის იყო, როცა ფარაონის წინაშე წარადგინეს იოსები, იმიტომ რომ იქ ისეთი მოხდა ისიც, თქვენ ახლა ეს ისტორიას მოკლედ მოგიყვებით, იქ წდეს და მეპურას სიზმრები დაესიზმრათ, წდეს ანუ ღვინოს ჩერპებს და ვის ღვინოს აწვდის ფარაონს, იმას დაესიზმრა რომ მე ფარაონს ისევ დაუსხიო ღვინო და დაწურო და ღვინო მივაწოდე ფარაონს, იოსები ეუბნება რომ ის არის გამოცხადება აქვს რომ შენო დაგტოვებსო ფარაონი არ დაგჟისო. ხოლო მეპურემ უთხრა რომ ჩიტებმა აკენკესო პურიო თავზე დავიდგიო იმით კალათითო და ჩიტებმა აკენკესო ოპა შენო თავს წაგაცლიანო და შენ სხეულსო ფრინველები დაჯიჯგნიანო და მართლაც ასე მოხდა. ოღონდ იმ მეღვინეს უთხრა იმ წდეს რომ გამიხსენეო აი ფარაო რო აგისრულდებაო ესა. მაგრამ ხო ისე ფარაონთანო რომ გამომიყვანა აქედან, მაგრამ რამდენჯერ ყოფილა ჩვენ ცხოვრებაშიც რომ ვიღაცას რო კარგს გაგიკეთებ გონია ვაიმე ამას არ დაგივიწყებთ გავად რომ ჩვენც დავიწყე ისიც გვივიწყებს ჩვენც გვავიწყდება ხოლმე. როდესაც ეს პირდაპირ და ციხეში ახლა მე და მამაოს გამოსცენება გვაქვს წლების მანძილზე რომ ვიყავდი რომ მეგონა რომ ესენი რომ გამოვლი ციხიდან და დამირეკავენ მამაგურამ მომილოცე გამოვედი და მოდი რაღაცა ჩავეხუტოთ ერთმანეთს წლების მანძილზე რომ თავს ვაკრავდი საერთოდ არ მირეკავდი ხო ეს ჩემთვის იყო შოკი ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე მეგონა ვიმეგობრებდით გარეთ დამთა 1000-ობით 100-ობით მეგობარი შევიძინე განკითხვით არ ვამბობ მეც გამიგდებია ეს ადამიანის სამწუხარო დაცემული ბუნებით თვისება იმ მომენტში როცა ჭირდება და მე უკვე კარგად რო ხარ გავიწყდება ყველაფერი შენ იოსები დატოვეს მაგრამ მე ხდა მეორეს ხო გათვლილია ყველაფერი ხთისგან ფარაონს ესიზმრა სიზმრები რომ იქ 2-7 წელიწადია პირველ 7 წელიწადს დიდი მოსავალი მოდის ანუ ძროხები ნახა იქ ისე სუხანი მეორე 7 წელიწადი არის ჭლე ძროხები ანუ ამათ ვერ ახსენს ეს ვერაფერი ანუ ამ ვერახსიზმრის ვერახსნის მოტივიც ის არის ეგვიპტეს ვერ წარმოედგინა ცუდი დღეები იმიტომ ნილოსი წყავდა და ბუნებაა და სულ ასეა რა დააკრებს რა უნდა მოხდეს ისეთი მაგრამ ხო ვიცით რომ ღმერთი თulis ყველაფერი ერთ დღეს შეიძლება სამყაროს დღეს შეიცვა აი ეს წმენა არ აქვს ამათ ისინი ექვემდებარებიან ბუნების ტრიალს და არ ვიცია რომ რამე ცვლილება შეიძლება მოხდეს ეგვიპტეში და ამიტომ მისი მოგვები ვერ უხსნიან ამ სიზმარს და ამ დროს გაასცენდა იმ მეღვინეს იოსების აწყალი ამოიყვანეს იოსები და როდესაც მოკლედ რო ვთქვა უხსნეს იოსები ამას დეტალურად ასე გააკეთეო ფარაონს ურჩევს პირველ 7 წელიწადს რაც მოვა ბევრი ხო მოვა პური დიდი ბეღლები გააკეთე მთელ ეგვიპტეში და ჩავყაროთო ესე შევაგროვოთ რომ შემდეგ მეორე 7 წელი რო იქნება შიფშილი წლები იმან გადაფაროს ანუ ორჯერ მეტის ის 7 წელი ისე გონებულად დაუხსნა ფარაონი მიხვდა იმ წუთას უთმობს ყველაფერს უბრალოდ მე ვიქნები პირველი დეიურე რო ვთქვა ფაქტიურად შენ იქნები ეგვიპტის მართველი ყველაფერს შენ გააკეთებ ამ მოსავალსაც აკრებ დააბინავებ გაყიდი რაც გინდა გააკეთე ბეჭედი წამოაცვა ერთი მოკლედ რა კაცია ანუ სად იყო იესო სად იყო იქიდან აი ჩვენ ახლა მოდი ახლა იფიქრე დავანებოთ თავი ისტორიას ჩვენ ცხოვრებაში იცოდეთ ყოველ ჯერზე მე ვარ ჯოჯოხეთში ჩამყვანი მე ვარ ჯოჯოხეთში და მოყვან ანუ აღარ წერია რომ ჯოჯოხეთში სატანებს ამყოფ მაგრამ სამაგიეროდ იმ ბუა ბიძიას ვაჩვენებს აი მე ამოგიყვათ იქიდან იმას კუდი თქواس ვასროლინებ ასე არ ვამბობ ჩვენ რაღაცა ბავშვი რომ მოკდება იმ წუთას ის ეშმაკმა გააკეთა ან ცუდი რო დაგმოვიდა კარგი ღმერთმა გააკეთა ვაი მე რა ჭკვიანები ვარ როგორ ვიცავთ ღმერთს როგორ ვეფოფინებით ოღონდ იმას არ მივაწოროთ ცუდი არაფერი აი ერთი ღმერთის მენა რას ნიშნავს აი როდესაც ბავშვი რო კარგად არის მაშინაც რო ღმერთს ადიდებ მადლობა და აი ცუდად რო არის მაშინაც კი ღმერთისგან აბა შეეცადეთ არაკლისი ახლა მამაოსთანაც მოვიდოდნენ ალბათ გამოსტების დროს რომ მოდიან მშობლები და არიქა ჩემს შვილს გამოსთა ახლა და მამაგურამ პარაკლისი გადაიხედა და ფულსაც რო შემოგწერავს იქ მე მეშინია კაცო რომ პირდაპირ რო შევპირდე ახლა პარაკლისი მოგეშინია ახლა პარაკლისი გადავიდა შენი დეგენერატიშვილი ხუმრობით ვამბობ ყვალ ჩააფარე 10-ზე მეტი არა ჩემი მტერი მაგას ეგრე სად არის აი ამ დონეზე არის ამ დროს როგორ უნდა მოიგისე რო არ ჩააბაროს ეს მომადგება ყვალ და მომეც ჩემი თუმნიანი უმეტყვის
აგებდა ეს ეგრესაა ოდე რა როგორ და მოიქცა ან ავადარი ან მამა გურო კი კაცო ჩვენ ყველა ლოცობა ის რატო ლოცულობ ის იხდის იმ გადასახადს შემოწირულობა ლოცულობს ის კარგად გახდეს ნუ ახლა იქ უფრო ძვირია დაუშვა შეიძლება აქ უფრო იაფად დავუშვება ეს 30 წლში გამოვა რაღაცით რომ ის მერე კარგად გახდება ნახე მერკანტილიზმია ჩადებული თორე ლოცვა როგორ არა მაგრამ მაშინ ის ვინც ამბობ ჩემ შვილზე ილოცე მან ისიც უნდა იცოდე ილოცოთ იმას კი არის შესაძლოა რომ შენი შვილი ახლა ხვალ ჩიტივით ფრანს და იგებს აიყვანა ხმეთო მე არ ვიცი კაცო ან მამა ან დედა რა მნიშვნელობა ამდენ იმანაც უნდა იცოდე და მოდელმაც უნდა აუხსნათ გავაგებინოთ რომ შენ უნდა გახვიდე მიღმა შენ ღმერთის წმენა არ უნდა დააყენო იმაზე რომ 64-ის ღმერთი მინდა ჯოჯოხეთის ღმერთი არ მინდა შვილის კარგად რომ მყავს ასეთი ღმერთი მინდა ცუდად რომ გახდება ესეთი ღმერთი მიჭეს ეს სატანა ეშმაკია ან არ წამს ღმერთი ან მეპარება ეჭვი მაშინ აი ამ ორმაგობის მიღმა რომ მე ვარ ჯოჯოხეთ ჩამყარი მე ვარ ჯოჯოხეთ ამოყარი აი ეს ღმერთია ერთი ღმერთი ყველა ძალიან მძიმეა ესეთი ღმერთი წმენა კაცი უნდა იყო მაშინ მართლა ანუ რას ნიშნავს რომ ერთი ღმერთი ნიშნავს რომ მე ვკლავ მე ვაცოცხლე ორი არ არის ისევე უნდა იყო უდრეკი და ღვთის მინდობი ჭირში როგორც ლხინში ესე კი არ უნდა გაარჩიო რომ ლხინის დროს მინდა და ჭირის დროს აბოსა და ღმერთსა მართლა იმწუთას ამის მიღმა გავდივართ ორმაგობის მიღმა აი იოსები ჯურგმულში მაგრამ იქაც განწმენდილი მან გაიარა ეს ყველაფერი და ნახე საიდანაც სად არის ჩაგდებული თითქოს უკან მოდის იოსები ნახე გარედან შეხედო ჩვენც ასე არ ვამბობთ კაცო რა კაი კაცია ეკლესიური მოწმუნე თუდას კაი ეკლესიური თუ არ არის იყოს ბიზნესმენი იყოს ვიღაცა მაგრამ კაი ბიზნესმენი სულს ქვემოქმედებას ეწეოდა კაცო ოჯახი ყველაფერი და ნახე რა ქნა ღმერთმა აი იმ წუთას უდნავ გაცდება ჩემი სამართალს და ჩემს ლოგიკას და უკვე ეჭვგებარება იმაში ანუ ჩვენ გვინდა ღმერთი მოვაქციოთ ჩვენ გაგებით დონე ვერ მოიქცევა აი გარი ჯვარი იესოსაც კი უჭირს როგორც ადამიანს მამის გაგება ღმერთო რატომ იმატოვო როგორც ადამიანს ძნელია გეთანხმებით მაგრამ ამ სიძნელეს გადავლახავთ იმ სულით რომელსაც ქრისტე ამიტომ მოგცა ქრისტემ სული მკვდრეთი დამდგარის რომელშიც ამ ორმაგობის მიღმა გაყავხარ და უკვე ერთად შეხედა ყველაფერი ჯოჯოხეთში 64-შიც ღმერთ ხედა უკვე ამაღლებული ვარ ამ ორმაგობად თუ არა და თუ ამ ადამიანებს დავშების სულ ესე ვიქნებით ბავშვებით რომელიც დღეში ერთი 100-ჯერ იტირებს და 100-ჯერ გაიცინებს იმიტომ რომ ვერაბამს ერთმანეთზე წყვილწარის კანის რეცეპტორები დაღიქვამს ამა ძალიან მოწყვლადია ესე ოდნავ რაღაცა და გაიცინებს ოდნავ ისეთი და იტირებს ოდნავ გებრიელს მისცემ წყვილს და კარგია და აბა იოდი წაუსვი თუ ცუდი მამიკო მარიამე არ გეუბნება ცუდი მამიკო ხარ რატომ მატკინე ესე არა ვარ ჩვენ ცხოვრებაშიც როცა ყველაფერი კარგად მიგდის დიდება უფალს აბა იგივე დიდება უფალს ამბობთ როცა ძალიან გასაცელი მოდის და დაგიქროლებ და საერთოდ ყველაფერი ირყევა შენ ცხოვრებაში შეგიძლია დიდო მანდ ღმერთი მორყეულში კითხეთ თქვენ თავს ეს იმიტომ გეუბნები საფიქრებლად გეძებათ ამით უნდა იხებძღანოთ ორი ვარიანტი გვაქვს ჩვენ ამ ამით ხედავთ ამ სიტყვით რომელიც პურია ან რეალური ხუთი გზობის ორგანოთი რაც შენ თვალში ხდება და ამით აფასებ ღმერთს შენ უნდა აირჩიო რომელიც ცხოვრებით იცხოვრებ წმენა არ არის ფანატიკური დაჯერება წმენა ზუსტად ეგ არის რომ ორმაგობის მიღმა ერთი მე ამ ორმაგობის მიღმა უნდა მივიდე მასთან იოსები ხდება მართლა ახლა რა ხდება ყველაზე მთავარი ძმებში შიმშილი ხო გაჩნდა იაკობა გაუშვა შვილები წადით ეგვიპტეში აპური მივიდნენ იოსები როგორ ფიქრობ არელოდა ამ დღეს შემდეგ რომ მოდია როგორ ფიქრობ იოსები ხო იცნობდა იმათ იქით ისინი როგორ შეიძლება იცნოდეს სად გაყიდეს მონა და ფარაონია კაცი ეხუბრებით ეგვიპტის იმპერიაა უდიდესი სახელმწიფო მაგდროს ფარაონების დინასტია და ვიღაც ებრაელი კარვებში ცხოვრობდა სადღაც და მათი ძმა არის ფარაონია ფაქტობრივად პირველი კაცი ეგვიპტეში მეორე კაცი ნუ მაგრამ ფაქტობრივად პირველი კაცი იოსებმა რო დაინახა რო არ მიმხდარიყვნენ თარჯიმანი მოიყვანა თორე ხო ეცოდე ებრაული ხო იცის მაგრამ რო არ მიხდეთ ვითომ თარჯიმანი მოიყვანა და არ იცით თან პლუს რაში იგებს რომ ესენი ერთმანეთში რო ლაპარაკობენ ესმის ესეც უნდა გაიგოს ახლა რა უნდა იოსებს როგორ ფიქრობ შური აჰა აი მე რო დამცინოდით კაი შური თუ არ იძია ყოველ შემთხვევაში ეს წდება არ გქონდა აი ხო გავხდი ხო მოხვედით ჩემთან აი სიზმარზე რო დამცინოდით რო გამყიდეთ რა როგორ ფიქრობ იოსებში არ იქნებოდა ეს სურვილი იქნებოდა
ადამიანურ დონეზე იქნებოდა, მაგრამ იოსებზე ვამბობ, რომ ის არის ბუნებაზე მაღდება. და ის სიხარული ელოდება ძმებს ერთი სული აქვს, მაგრამ რა უნდა იოსებს ახლა? თუ ის უცბად გაეცხადება თავი ძმებს, ისინი დაიდრგუნებიან, კაცო, მეფეა, ფარაონია და როგორც კი მიხვდებიან, პირველი შიში შეიპყრობს და ახლა მორჩა უკვე შურს იძიებს, ჩვენზე რა გაკეთებული ხო იცია? მეორე ძალაუფლები დაიდრგუნებიან და იძულებული იქნებიან მისი შიში თქვა, რომ აიმე გვაპატი ყველაფერი, მაგრამ ეს ყალბი იქნება. ამიტომ რას აკეთებს უკვე? მიზანი რა არის იოსების? რომ ამ ძმებს ჯერ არა აქვს შეგდებული, აქ თუ არა არის ის ჯერ. რა გააკეთეს, რომ მამა წარმოგიდგენი რა ბოროტება მოხდა? არანაკლებ ბოროტება იყო, რომ მამა მოკლეს, ფაქტობრივად 20 წელი მკვდარი იყო კაცი, მამა მოკლეს. იოსები მოკლეს ფაქტობრივად. პატარა ბენიამინის მოკლეს ფაქტობრივად ძმა და მამა ასე გაუმწარეს და რა დარჩა ის ბავშვი და ისიც საკითხავი, ახლა იოსებს რა უნდა გოიგოს? რა მდგომარეობა შეიძლება ეს ძმები? მიზანი რა არის? მათი მონანიება. რა არის მონანიება? მონანიება ის კი არის, ვაიმე ბუზი მოუკანის, რომ ვიცი წყალი გადამცდა 12-ის პირველის 7 წუთზე და რაღაცაზე და მაზიარებ თუ არა და ცოდვები ჩამონათვალი და ამათ და რო სანამდე დავიყვანეთ ეს ყველაფერი. მონანიება არის გონს მოსვლა, კიდე გეუბნებით. როდესაც გონს კარგავ, მაშინ ცოდავ. ანუ ცოდვა შედეგია გონის დაკარგვის, რომ დაგავიწყდა ვინ ხარ. გასოთ მე ჩვენ ადრე გქონდა შაბათზე საუბარი, რატო იცავენ ებრაელები შაბათს? შაბათს რატო იცავენ ებრაელები? შაბათს იცავენ, შაბათი არის 60-ის მოდელი, 60-ის განცდა მოაქვს უბით, ესე რომ თქვა. 6 დღე რო არ ჩაუქრე და მეშვიდეზე სულს უბერავ. ხსოვნას ახაგდებენ. ანუ 60-ზე კი არ ყვებიან შვილებთან 60-ზე. ჩვენი პრობლემა რა არის? აღდგომის დღესასწაული რად გადავაქციე ჩვენ? წითელი კვერცხები და ქრისტე აღდგა, ამაზე მეტი დაცემა არ შეიძლება. არა და ეს დღესასწაული იმიტომ მეორდება, რომ განცდაში შეხვიდე. იესო უწყვეტად აღდგა. უწყვეტია, ეს არის პროცესი და ამ დროს ჩვენ 2000 წლის წინ ქრისტე რო აღდგა და ამას უე ქრისტე ჭეშმარიტად ავსწრეს 40 დღე და ვიზა გასაგებია კი ესეც რო არ იყო კლადუარესი, მაგრამ და მე კვერცხები ჭახული და რაღაცა 40 დღის მარხვის შემდეგ გოჭი და რაღაცეები და დიდება უფალ ქრისტე აღდგა, ამდენად აღდგა. ეს ხომ ნათლობა როგორ ხდებოდა? როგორ ფიქრობ? ნათლობის დღე ხდებოდა აღდგომის დღე. აღდგომა ნათელს იღებ, ნათელია აღდგომა. მეგრულად აღდგომას ქვია საოცარი სიტყვა. სხვა ენებში ხა აღდგომა სხვათა შორის აღდგომა სიტყვა ეს არ არის ქართული ისა ანუ ნამდვილი ქართული ეს კალკია. კალკია არის პირდაპირ ტექნიკური თარგმანი. ტექნიკური თარგმანია ანასტასის ბერძნული სიტყვის ტექნიკური თარგმანი არსობრივი არა. არსობრივ ძველ ქართულში გვაქვს სიტყვა აღსება. აღსების დღეები იყო ვეფხისტყაოსანი წერილი და ძველ ქართულ ტექსტში. აღსება რა არის? აღსრულდა იესო ხო თქვა ეს სისხლია, ცხადია, ანუ ნაკლებობა არის ბნელი, რატო არის კითხვები, რატო არის გაურკვევლობა? ანუ სიცხადეს ვერ ფლობ. სიცხადეში ნათელი, აი რა არის? აღივსო, სრული სიცხადე მოვიდა, ეს არის აღდგომა, აღდგომის სიხარო. მეგრულად თქვი თანაფა. სვანურად და თანაფ. მაგრამ მეგრული ხსნის თანაფა, თანაფა ეს არ არის გათენება. სიტყვაზე თანაფა ნიშნავს უწყვეტი პროცესი, თენება. აი ეს რო თარგმნ ხათულა. თანაფა არის თენება, ანუ რომელიც დაიწყო და გრძელდება დღემდე ბორომდე, რომ სანამ უფალს არ აგინდა უკვე წუთისოფელი გაუქმდება და დაიწყება ახალი სამყარო. აი 1000-ობელი დედამიწაზე 1000-ოვანი მეუფება. ნუ ეს სხვა თემაა. შესაბამისად, მონანიება დაბრუნება იქ საიდანაც გადასცეს, საიდანაც შეცოდეს ამათ. იოსები გაყიდეს, მამა გაამწარა, რატო დაუგნერდა შურმა ადამიანურად არასრულყოფილებამ. ახლა იოსებს რა უნდა? ნამდვილად დიდი მასში ხარ, როგორც იესოს. რამდენ შეურაცხყოფას აყენებენ და იესოს მიზანი რა არის? რომ ყველა ნახოს გადარჩენი და მონანიებული. ამიტომ ჯვარზე რას ამბობს, რას იტყვებს? მამაო, აპატია ამათ არ იცია რას აკეთებ. იესო მიცის, რომ მის წინაშე მყოფი ყველაზე ბოროტი ადამიანი ის ადამიანი, რომელიც მან შექმნა თვითონ და იმას შვილივით ახსოვს მისი სახე. როგორც შვილს არ ახსოვს მამა და მამამ ხო იცის, რომ ეს მისი შვილია. იესო მათ ხედავს თავდაპირველ მდგომარეობაში ამ გაბოროტებული სახეების, ნიღბების, თიხის, ჭურჭელის მიღმა ის პირველ უცოდველ ადამიანებს ხედავს, ადამიანის მოდგმას და უყვარს. მიუხედავად იმისა,
როგორ არის დაზიანებული მისი ბუნება, როგორ დედას და მამას უყვართ ყველანაირი შვილი, რაც არ უნდა იყოს. შეიძლება სიყვარულით უყვირო კიდე შვილს შენიშვნა მის, მაგრამ სიყვარული ალაპარაკ, სიყვარული შეუძლებელია, რომ რაღაცაზე იყოს დამოკიდებული შვილის სიკეთე და თუ კარგი იქნები, მე შენ ამას გიყიდ თუ ეს პედაგოგური ენაა, თორე ყველა ვარიანტში უყვართ მამას. გინდა ციხეში მოხვდეს, გინდა სხეული დაუმახიძდეს და რაღაცა ისეთი იყოს უძლური სხეული ჰქონდეს, რა მნიშვნელობაა, უპირობოა, ამიტომ აღარ შეიძლება. ამ ეს მიზანი არის იოსების, რომ გონს მოიყვანონ ესენი გაახსენდეთ, რატო საიდან გადაცდნენ, ცოდვარი აცდენა და საქმე უკვე ცოდვის ჩადენა უკვე აცდენის შედეგია. ამიტომ შედეგი კი არ და მოვინანიოთ, რომ მამაო განვისხდი. მამაო გასაგებია ეს, მაგრამ ეს აზრი არა აქვს, განვისხდი კიდე განვისხდები. რატო განვისხდი? რამ გამიწოდები, რომ დაბგიბნერ და თუ არ დაგავიწყდა ვინ ხარ? როგორ შეიძლება შენ რომ გასწორდეს, რომ ღვთის ძე ხარ, სამოთხეშვილი ხარ და მადლით სავსე ხარ, როგორ შეიძლება შენ ვინმეს გაურისხდე, ან შეგძურდეს, ან შეგშურდეს, თუ მეფე ხარ, რა უნდა შეგშურდეს? ანუ რატო წოდე? რატო დაგავიწყდა ვინ ხარ? და დავიწყებამ გამოიწვია ცოდვა და ცოდვა გამხერდა, გამძიმებს, რომ ისევ გახსენებაში მოხვედი, ისევ გეხმარება. რომ გონს მოხვიდა. აი ეს არის მონანიება. მონანიება ნებელობითი აქტია და არა რაღაცა ის. და რას აკეთებს იოსები? იასაკეთებს იოსები. ანუ როგორ რომ მოინანიო ძმებმა, მან უნდა ეს ძმები იგივე მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს, რომ მდგომარეობაშიც მათ იოსები ჩააყენეს, რომ მე გონს მოვიდეთ და ზუსტად ასე ხდება. ამიტომ ძალიან უჭირს ის სამჯერი ტირა. წარმოგიდგენია თამაშობდა, როგორ უნდა ითამაშოს და იმათ არიცია, მაგრამ ეს ხედავ ძმებს, რომ კაცრ სახე უნდა აჩვენო, ჯერ როგორ შეხვდა ისე, თქვენ ზვერავები ხართ ხო? თქვენ არა ხარ პატისანი ხალხი, ესენი ვითომ თავის მართლებას იწყებენ, არა ვარ ზვერავი, არა ზვერავები ხართ ხო თქვენ. ამიტომ მე არ გემდობითო თქვენო, როგორ თქვენ ხო თქვითო რომ უმცროსი ძმა ის ვითომ გამოკითხა, აბა მამა ყავთო, კიდე ვინმე ყავთო? ესენი უბრალოდ პატარა ძმა დავრჩეო, მამა ცოცხალიო კიო. ჯერ იტირა იოსებმა ესენი, როდის იტირა პირველად იცი, როდესაც ესენი რომ გამოჩნდნენ თავი ვერ შეიკავა, მე როდესაც ერთმანეთთან ებრაულად დაიწყეს ლაპარაკი. აი ხო გითხარით რეუბენი, ხო გითხარით ჩემი ძმის გამო ვისჯებითო, ჩვენ რო გავყიდეთო და ეს იოსებს ესმის ყველები გავიდა იტირა, ისევ გაიმკაცრა სახე. იმიტომ რომ ეს ვერცხლები რო ჩაუდო იქ, ვებს აკეთებს, იგი სიმონი დაიტოვა ერთი უკან დაუბრუნა ის ვერცხლი რომელიც მოიტანეს. ურები ესენი გაუგრებულია რაღაცა ხდება ჩვენ თავზე და პირველი გათხრა, პირველი მონანება აქ იწყება ზუსტად. აი ვის გამო ვისჯებით თუ ჩვენ ახლაო. მაგრამ კიდე მიყავს, ახლა რა უნდა იოსებს გაიგო. აი მამა ისე უყვარ თუ არა. როგორ უნდა გაიგოს ბენიამის გაწერავენ თუ არა. ბენიამი და იოსები ხო ერთ და იგივეა, რაქელის შვილები არა. ესე იგი თუ იოსები ძულდა, ბენიამინიც ეძულება. ახლა უნდა შეამოწმოს იოსებს მამა უყვარ თუ არა ისევ, ანუ თუ ბენიამის როგორ მოექცევიან გაწირავენ თუ არა, მაშინ მამასაც გაწირავენ ესე. და ამიტომ რას ავალებს სიმონი დატოვა, წადიდო თქვენ პური გაატანა, მაგრამ იცოდეო, სანამ იმას არ მომიყვანთ უმცრო ძმასო. მანამდე ამას არ გაგატანთ აქედან. წავიდე მამას უთხრეს ყველაფერი, ნუ გასაგებია, ერთი შვილი დამიკარგეთო და ახლა კიდე ერთი შვილი დამიკარგეთო. ამიტომ ისევ შიმშილობა ჩამოვარდა, არ არის პური, ისევ დაიწყეს იუდამ უთხრა მამას შეპირდა მე მოგიყვან გამატანი შენი შვილია და მე ვარ პასუხისმგებელი, მე დაგიბრუნებ უკან. ნუ ჯერ უარობდა იაკობი, წარმოვიდგინე ერთი შვილი დამიყუპეთო. მეორე ეგერ დატოვეთო. ახლა ამასაც და ფლად მომკლავთო მეო და რა შრობით არა მე ვიღებ პასუხისმგებლობას იუდამ დააჯერა. და წამოიყვანა ბენიამინი და რო შეხედა იოსებმა და თავისი იზრი და წავიდა და ისევ ტირილი დაიწყო ბენიამინის შეხედა მისი დედამისი შვილი იყო ერთადერთი ძმა ყავდა. და აი ძილს გაიმაგრა თავი, იმიტომ რომ თუ თავს ვერ შეიკავებდა, გაიყიდებ ისინი მონანიებამდე ვერ წაიყვანდა. ამიტომ უნდა გაიმკაცროს თავი და ისევ ათამაშებს, რეებს აკეთებს. დაასვა ესენი აქ და იქ ერთ-ერთი ბენიამის განსაკუთრებული საჭმელი. რატო აკეთებს? რაღა მაინც და მაინც ბენიამინის ამათში ისევ შური იქნება თუ არა, შეიძულებენ თუ არა ბენიამინს, როგორც იოსები შეიძულეს. თუ შეიცვალე, ანუ იმ ყივილზე რაც მათ გააკეთეს, რომ იოსები გაყიდე, ნანობენ ესენი ამას ატარებენ, როგორც სიმძიმეს და ტვირთს, თუ
თუ არ არის ცვლილება მათში და ბენიამინია დასაწყისში აქ უკვე. იოსები ხო არიციან ეს იოსები როა. და ამიტომ ბენიამის განსაკუთრებული ყურადღებით ეგრეც რომ ამათში რეაქცია გაიგო. და ახლა კიდევ კარგიო დასაგებია თქვენო რომ ბენიამინ მოიყვანეთო კი ბატონო პურს გატანთო იოსებ სიმონსაც გატანთო და წადითო მშვიდობითა კიდევ გაუშვა. მაგრამ რას აკეთებს? დაადევნა თავისი დევარი, თავისი კარისკაცი ვინც იყო და თავის სამკითხაო თასი ახლა წადით რაო სანამ გაატანდა ბენიამინის მასში ფუთაში რითაც ეს ტვირთები ხომ მოკვდა თავიანთი ისა ტომარაში ჩაადებინა დაბლა ხო ამ პურზე დაბლა ის ხო ისა ქვევით რომ დამალული იყო და გაუშვა გაისტუმრა და ამდენ დევარი დაედებინა ამათ გაჩერდით თქვენ ხურდებო თქვენაო ბიჭო რა ხდება რა ვარ ხურდები პატისტანი ხალხი ვართო ესენი ხო ის მართლა გულწრფელები რა ასამბობო ჩვენმა ვისაო კაცო რა პატივი გცათო ყველაფერი იქით აგედო თქვენო მოიპარეთო რაცა ვისაც უნახავთო დაიზდარჩეს მონადო თქვენთან იმდენად დაჯერებული არიან ახლა ეს რაც გვასწავლით ჩვენ არასოდეს არ უნდა იყოს ზედმეტად თავდაჯერებული მე რამდენჯერ წამიტეხი ეკისერი მაგაზე აი ამ ყველა ადამიანი ცრუა მოვლენები ცრუა ის რომ შენ 100%-იანი გონია რომ აი ეს რაღაცა შეიძლება ეს არ გამოგდეს და ნუენდობი აი ნუ წახვალ ასე ვაბანგზე რო იტყვიან შენ თავს ასე ნუენდობი ანუ მათ ვერაფრით ვერ წარმოედგინათ რომ ბენიამინს შეიძლება თასი მოეპარა და სწორედ ამას დაედგნენ მართლები იყვნენ მაგრამ ღმერთი ყოველთვის რაღაცას აკეთებს ისე რომ გატეხოს შენი თავდაჯერებულობა როგორც პეტრეს თავდაჯერებულობა გატეხა და ამ დროს ბენიამინმა ამოაქვს თასი წარმოგიდგენიათ რა დღეში არიან ესენი ახლა ხო გაახსენდათ მამა ის ერთხელ მოკლეს მამა იოსების გაყვეთ მეორე მამამ ხო უთხრა ახლა პლად მომკლავთო თქვენ ახლა მეორე შვილს რამე თუ დაემართაო იუდა და ბრუნდებიან გულგახეთქილები და იუდამ დაიბარა იოსებს თხოვა ჩემო ბატონო რაღაცა მინდა ახლა იუდა მდგომარეობაში ვარ ახლა წარმოგიდგენთ თქვენ თუ იქ არ წარმოიდგენთ თქვენ თავს ეს არაფერი არა იუდა რა დღეშია წარმოგიდგენია ერთი ხო პასუხგებლობა იყო იმაზე ამ მამას შეპირდა დაგიბრუნებოდა ქურდი გამოდგა როგორ დაიხსნას და ერთადერთი იმედია იუდას გულწრფელობის და პირდაპირ დგება იოსების წინაშე და ეუბნება ასე და ასე და უყვება ისტორიას ესა ვარ გთხოვო მამა ჩემი არ გამიუბედო რომ მამაზე ზრუნავს ეს უნდა იოსებს ზუსტად მამა მოკვდებაო ერთი შვილი დაკარგაო ეს მისი პირველი საყვარელი შვილი იყო ბენიამინი ერთადერთიო ისიც მე მომკალიო ეუბნება მე დამტოვე ხვედო თელი ცხოვრება მონავიქნების შედეგად უღონდ ბენიამინი გაუშიო და როგორც კი ამას ამბობს იოსება ყვირილი დაიწყო გადით ყველაო ანუ თავის ისინი კარის ყველა გაუშვა რომ მარტო დარჩეს ძმებთან ჯერ ტირილი და ვერ შეიკავა თავი ყველა გაუშვა მარტო დარჩა ძმებთან იოსები ვარ თქვენი ძმაო ეუბნება ღმერთმა მოგიყვანათ აქ ნუ დარდობ ნუ გონიათ რომ თქვენ გამყიდეთ მე აქ ეს დიდი ჩანაფიქრი ხო გავსოთ ხო უთხრა ეგვიპტეში წავა ა ブラ ამს არ უთხრა ეგვიპტეში წავა დაგიბრუნებით ეს ხო მემკვიდრებით მოდიოდა ეს ახმა კურთხევა ხო ა ブラ ამს რო ქონდა ხო გადავიდა ისააკსაც იგივე არ უთხრა ჩვენი მოდგმაო იაკობის იგივე კურთხევა არ უთხრა და იაკობის კურთხევა იოსებზეა გადასული იოსებაც იცის ვინ არის იქიდან მოქმედებს იოსები აი რატომ მოგიყვანათ აქ ღმერთო ამიტომ თქვენ თავზე რომ მიიღებთ ამას ხოლო მეორე თავში იქით უფრო იქით ბოლოს როდესაც ემშვიდობება იაკობი მერე ისევ შიში გაუჩნდა იაკობი რო გარდაიცვალა ხა წინ უსწრებ ცოტა და ამათში ისევ შიში გაჩნდა ახლა მამა რო არ არის ახლა შეიძლება შური იძიოს ჩვენს მაინც არ ენდობია ბოლომდე და იოსები აქაც ეუბნება თქვენო ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის უმარა ღმერთმა ყველაფერი კეთილად შეცვალა ჩვენ რას გვაიმედებს იცოდეთ დაიჯერეთ ეს ისტორია არ არის ეს არის პრინციპი იმ დროს როდესაც გეგონიან ბათო სამყარო დამთავრდა უცებ უდიდესი ბოროტება მოხდა თუნდაც თქვენ ჩაიდინეთ თქვენ თავსაც უდაპატეთ იცოდეთ რომ ღმერთმა იცის თქვენ რომ შეცოდავთ მას დაზღვეულია თითოეულ თქვენი ცოდვა და ბოროტება უდიდესი სიკეთით ახლა მეორე უკიდურესობაში არ გადავარდა რახან ასე მამაგურამ აბა ჰე ხვალი და ვიწყებ დავერევი ყველა ვალებს არავის არ დაუბრუნებ მოვიპარავ დავაყაჩაღებ ფულებ აუ იმიტომ რომ თქვენ ხო თქვით მამაგურებო სიკეთით შემეცნო ამის გაკეთება არა საჭირო
მონდომება. თქვენ ისედაც ცოდავთ ყოველდღე, არ და მას დამატება და მარტო ყაჩაღი ცოდავს გონია, ხა შენ თუ გონია რომ ყაჩაღი უფრო მეტად ცოდვილია ვიდრე შენ. შენ ხო თქვით რომ ცოდვა არის საკუთარ თავზე მინდობა. აი, საიდან იბადება მე რამე შვება, ყაჩაღი პირველი ცონდა იგე. ამაზე არ არის ახლა ლაპარაკი. ახლა ლაპარაკი არის სწორედ აი ანუ ჩვენთვის ეს განკვეთილია რომ ყოველთვის როდესაც გეგონებათ რომ სამყარო დამთავრდა ცოდე და მორჩა უკვე მე არ ჩემ თავს პატიებ დამთავრდა ყველაფერი ან რაღაცა ისეთი ხდება მხოლოდ უდიდესი სიკეთე მოყვება ამას ამ ჩავარდნას იმიტომ დაზღვევა გაკეთებული არ როგორც მანქანას რო იყიდიან საათს ხო დაზღვეული რო გაქვს იცი რომ თავისუფლად არ გეშინია რაც არ უნდა დაიგმართოს სპეციალურად ხო არ გააკეთებ დაზღვეული მან არის ის რომ ჩვენ შევცოდავდით როგორ არის შესაბამისად ეს ბოროტება ყველაზე დიდი ბოროტება შეიძლება მეტი ბოროტება იყოს ძმა გაყიდეს მეორე ძმა მოგვიდრე მამა გაამწარეს და იოსებეუბრება რომ პირიქით ეს ღმერთმა გააკეთაო ამ ფორმებით და ესენი ფაქტიურად ინანიებენ შემდეგ უკვე იაკობთან აგზავნის დავამთავრეთ ახლა იაკობს არ ჯერაჯერ წარმოგიდგენიათ 20 წელი შვილი გატარებული ყავს მკვდარია ფაქტიურად მის წარმოდგენაში ხო მკვდარი იყო არაფერი არ არის და ხედავს ფარაონის ეტლებს ზერო სიტყვით უთხრეს ცოცხალია შენი იოსებიო არ დაიჯერა როცა ფარაონის ეტლები დაიჯერა აი მან წერია რომ გაცოცხლდა ისრაელის გული მანამდე იაკობი წერია ყველგან უკვე ახალი მორჩა დაიბადა გავიდა ჩვენც შეიძლება რაღაცა მკვდარი გვეგონოს საქმე წმენაც კი შეიძლება დავიღალო წმენაშიც რომ აუ ეს ტყუილე ყოფილა ყველაფერი კაცო იმდენი რამე იწერება დღეს ახლა მეცნიერება განვითარდა რაღაცები და ქრისტე მითია და აღდგომა და არ ჯდება ლოგიკაში 21 საუკუნეში თითქოს ან ცოცხალი წმენა რო ქონდა ხშირად იხსენებ აი რა კარგი იყო როგორი წმენა მქონდა ცაში დავფრინავდი ახლა დაბრიელდა არაფერი არ არის აი იაკობი ვიდგეს მომიკვდა წმენა იმედი არ მაქვს სიბნელეში ვარ და მივათრევ ამ წუთისოფლს მაგრამ იცოდეთ ის მარცო ის დევ სიცოცხლე ის შეიძლება შენახმაში არ არის ირწმუნეთ რომ აი როგორც გალაქტიონი ამბობს ძინელი აღარ არის პოვნა რაც რამეა დაკარგული რადგან რასაც კარგავს ხსოვნა ღრმად ინახავ ჩვენი გული ხსოვნა შეიძლება რაღაცა ამალი დაგჭირდეს რაღაცა მახსოვრობა ან სკლეროზი ან რა დაავადება და თვალწინ რო გაქვს ისე ჩვეულებრივადად დაგვიწყებია რაღაცა რომ ჩამოდევი და ვერ აგნებ მაგრამ ის ხო იქ არის ერთხელაც იქნება ისე გაგახსენდება რომ ყველაფერი დავიწყებული დაგიბრუნდება იმიტომ რა დავიწყებული არსებულია ის უკვე შენი ტვინისთვის არის გადაფარული როგორც იაკობის ტვინისთვის რომ იოსები გამეფებულია ჩვენც ახლა ჩვენ თუ გონია რომ წარსულში იყო იესო თითქოს მოკვდა დაასაფლავეს ყველა იმედი გადაეწურათ ყველას მაგრამ მე იწყება გულის გაცოცხლება აღდგომა ზუსტად ახლაც ბოლო ჟამს ნაწერას არ მეტყველებია რომ წმენა იქნება მინიმუმზე დასული სიყვარული არაფერი არ იქნება ბოროტება გამრავლებული სად არის ღმერთი სად არის ქრისტე მთელი სამყარო ღმერთს გმობს სადაა ღმერთს ამართალი არაფერი არ ჩანს თითქოს უიმედობა და ჩვენზეც გადმოდის და რაღაცა მექანიკურ წმენას კი ვინ არ ჩვენებს ღეჭავთ რაღაც მაგრამ გემო არ არის ჩვენ ცხოვრება შიშები ეჭვები დასერილები ვართ მივათრეთ და აქ მოდის ფარაონის ეტლები აუცილებლად გამოჩნდება მაუწყებელი იმისა რომ ჩვენი ღმერთი ცოცხალ გვიბრუნდება წარსული გაგვაცოცხლდება როგორც ვეფხის ყავსაში წერია როგორც ავთანდილ როგორც კი გაიგებს ნესტანის ამბავს ხო ტარიელის ხო ნესტანი დაკარგული იყო ვერ აგნებს მაგრამ ნესტანი არის იქ ხო ტარიელმა არის სად არის და ავთანდილი აგნებს და ამბობს წავალ დგომა და აღარ ამცალს რომ დაბრუნდა შაშანდელიო ხო შაშანდელი და როგორც შეიძლება დაბრუნდეს ანუ არაფერი არ არის შაშანდელი ჩვენ ტვინისთვის იყო რაღაცა წარსულში და გამქრალი თორე ის სულ არსებულია ქრისტე ამიტომ ამ წმენით და ამ იმედით უნდა ვიცხოვროთ რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ რაღაცები იაკობივით დავკარგეთ მივტირით თითქოს გონია რომ იმედი არაფერი არ არის გაცოცხლება აღდგება განახდება ჩვენი იმედები ყველაფერი რომელიც დაგვისუსტა ამ გზაზე და თითქოს დავკარგესავით მაგრამ აუცილებლად გაცოცხლდება ჩვენი გული როგორც იაკობის გული გაცოცხლდა და მიდის ეგვიპტეში აქ დავამთავრეთ ახლა და შემდეგ